ნათელა პატერკაციშვილის სახელობის მრავალპროფილური კლინიკისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თანამშრომლობის ფარგლებში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს უფასო გინეკოლოგიური გამოკვლევები ჩაუტარდათ. ექიმთა ჯგუფის შემადგენლობაში იყვნენ გინეკოლოგი, ონკოლოგი, თერაპევტი, მამოლოგი, ეხოსკოპისტი. დაახლოებით გავსინჯეთ 60-მდე ქალბატონი. გამოვლინდა 7-8 ისეთი პათოლოგია, რომელიც ექვემდებარება ოპერაციულ მკურნალობას. ჩაუტარდა როგორც მიან გინეკოლოგის, ისე ონკოლოგის, მამოლოგის, თერაპევტის კონსულტაციები. გარდა მაგისა ჩაუტარდა ეხოსკოპიური კვლევები. აქციის მსვლელობას მონიტორინგს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, მინისტრის მოადგილე მარინე ონიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანაშემწე ჯანდაცვის საკითხებში მანონ გოგუა და კლინიკის დირექტორი კახა ტატუნაშვილი უწევდნენ. აქ იმყოფებიან ბერნილი ქალბატონები, რომლებიც შერჩეული იქნენ აფხაზეთის მთავრობაში შემოსული მათი მოთხოვნილებების გათვალისწინებით, ჩაუტარდათ მათ მრავალპროფილური გამოკვლევები. გამოვლენილი იქნა შესაბამისი დახმარების საჭიროების მქონე ქალბატონები და ეს დახმარება მომავალშიც აუცილებლად გაგრძელდება. იყო გამოკვლევები დევნილებისათვის, მამოლოგის მომსახურება და გინეკოლოგის გამოკვლევა. მე ვისარგებლე მამოლოგის გამოკვლევით და ძალიან კმაყოფილი ვარ და მადლობა აფხაზეთის ჯანდაცვას.